ეს ვინც არის სიძე. თვითონ არის ეს ახალგაზრდა ბიჭი, არ უკვე ახალგაზრდა არის 45 წლის იყო ესე და დიდი ფულის პატრონია. არის მთელი ბობოლები ეს უკვე ეს დროა რა. ეხლა და არის ყველა მოსული და არა ჯერ რასაჩუქრები დააყარეს და გოგო არის ულამაზესი. მართლა ეს გოგო მზეს გავდა რა დედასპიცა ვარ. და მეუთხარი შენ ალბათ მეთქი კარგად იცი რომ დილად შენ მზეს გევხარ, ღამე გევხარ მეთქი მთვარეს. ხოლო შენი მეგობრები მეუთხარი გოგონები დილით მზის სხივს გვანა და ღამე ვარსკვლავებს. მეუთხარი შენ მთვარე ხარ ღამე და ნუ რახა ვადღიძელებ ამ გოგო არ დაიწყო ტირილი კაცო. ტირის და მეუთხარი მე ვფიქრობ ჩემმა სიტყვებმა უჩუყვა გული. ხო და უცბად დაიწყო ტირი ვეღარ აჩერებენ და აი ეს ამაზე ხა მოთხრობა დავწერე. და თქვა რომ რა ვქნაო მე ვერ მოვატყვილებ ჩემს საქმროსო რა მე არ მიყვარს ესო და მე მიყვარს სხვაო რას ლაბა ქორწილს ყველაფერს ვიცავარ ქორწილში პირდაპირ სხვა მიყვარსო ბიჭო გავშლი აი აღარ ვიცი რა გავაკეთო მაგრამ ხალხი რა დღეს ჩავარდა ეხა მამები დედები ვიძები რა ხე ყველა რა თქვა რომ აი მე ეს ბიჭი მიყვარსო და ჩემი მშობლების გამო მოხდა და ამ მშობლების გამო რომ ნუ ესე და მე ამასო ეს არის აი როგორ თქვა ეს არის ვაშკაციო რა ვისაც მიყვებოდა და მე არ ვაკადრებ ამას რომ არ მიყვარდეს და ამას გავყვევო და ვერ გავყვევ აი მე ბიჭო იქ ამბავი აწყდა მაგეშული იყო და ამ ბიჭმა აიღო ისა მობილური ტელეფონი სადღაც დარეკა ვიღაცას ელაპარაკა არავინ არის ის და იმან თქვა ქორწილი გრძელდებაო ნახევარ საათში მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი მაგის ხნის და ამან აიღო ჭიქა და თქვა რომ აი ამასო ვინც მეცოლად უნდა მომეყვანდა ეს უყარს და ეს ქორწილი არ იშლებაო მე ვარ მეჯვარე აი მისმინე რა მეჯვარე ვარ ამ ბიჭისო ყველაფერს მიცავარ მოდი ახო დასვა თავის ადგილზე თავის მეჯვარები იქეთ გაწია და ქორწილი გრძელდება ბიჭო თახეს პირი ყველა და გამოაცხადა მე აი ნახდამ ბავშვები ეს უკვე მოთხრობად დავწერე და მე გამოაცხადა არა დედას და მამას უთხრა იმ გოგოს რისთვისაც თქვენ